შალვა ნათელაშვილი ნანობს, რომ პარლამენტში არ შევიდა. ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ის პოლიტიკური პარტნიორები, რომლებაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, 30 მაისის არჩევნების შემდეგ საკრებულოში შევიდნენ. მისივე განცხადებით, საქართველოს დღეს უთავმოყარეო ქვეყანაა და ასეთ მდგომარეობაში ყოფნას რომელიმე ქვეყნის გუბერნიობა ჯობს. რბილი გაოცება გამოიწვია მათმა შესვლამ თბილისის საკრებულოში. თუ შესვლაზე იყო საქმე, ჯობდა პარლამენტში ყოფილიყავით უმაღლეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე, სააკაშვილს მაინც მოშლიდით ნერვებზე და ტრიბუნაზე არ აუშვებდით, დაბლოკავდით ტრიბუნას და რაღაც ზემოქმედებას მოახდენდით მის დანაშაულებრივ ტემპერამენტზე. მაგრამ ასეთ უთავმოყარეო მდგომარეობაში ყოფნას, როდესაც ქვია დამოუკიდებელი სახელმწიფო და უუფლებო კოლონიაც კი არ ხარ, როდესაც ვერაფერს ვერ წყვეტავ, ფარცხანაყანებში ხმებსაც ვერ თვლი, თუ უცხოელ ექსპერტებს არ კითხე და მათ არ მოიწონეს ეს, ხო? როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. შენი ტერიტორიების ნაწილი ერთმა იმპერიამ წაიღო და მეორე ნაწილზე ის მეორე იმპერია ბატონობს პოლიტიკურად. ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ჯობია შეუერთდა რომელიმე ძლიერ თავმოყარე სახელმწიფოს, თქვა დამოუკიდებელ შტატად. ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია დღეს დაიწყო. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ყოველწლიურ კონფერენციას ამჯერად 39 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების დაახლოებით 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. მონაწილეებს შორის არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. ის ორდღიანია და შემაჯამებელი შეხვედრა 11 სექტემბერს გაიმართება. ზუსტი საარჩევნო სიები არის სამართლიანი და კარგი არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. ბოლო პერიოდში ადგილობრივი არჩევნების წინ ძალიან ბევრი გაკეთდა საარჩევნო სიების დასაზუსტებლად. მათ შორის გეხსოვებათ ალბათ, რომ გამოიყო სპეციალური დაფინანსება მსურველი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ მათ თავად ჩაეტარებიათ კარდაკარი და თვითონ გადაემოწმებია ყველა პარტიას სიები. ჩვენი ამოცანაა, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების პრობლემა, საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას და სიები იყოს აბსოლუტურად ზუსტი. იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციაზე სწორედ მოვისმენთ საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი პარტნიორების აზრს, მათ გამოცდილებას იმასთან დაკავშირებით, როგორ უკეთ უნდა დაიხვეწოს საარჩევნო სიები საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანია, რა თქმა უნდა, რომ მათ გავაცნოთ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ამ მომრჩეულთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით და შესაბამისად გვინდა, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და ასევე აზიის წარმომადგენლებმა გაგვიზიარონ მათი გამოცდილება, როგორ მიმდინარეობს ამ მომრჩეულთა სიებზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში. ეროვნულმა ფორუმმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაბამის კოდექსში შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიციირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 23 ივლისს საქართველოს პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. 30,000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში ჯგუფს საშუალება ეძლევა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს. ინიციატივა არჩევნების გაყალბების პრევენციას ისახავს მიზნად. ხელმოწერების დაფიქსირება თბილისელებს მეტრო სადგურებთან შეუძლიათ. ეროვნულმა ფორუმმა დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს თბილისის მეტრო სადგურებთან და ხალხმრავალ ადგილებში მაგიდების განთავსება, სადაც ხდება მოსახლეობისგან ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერები გროვდება იმ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შესატანად, რომლის ინიციატორიც ფორუმის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გამოვიდა და ეხება საარჩევნო კოდექსის ცვლილებას და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას პრინციპით ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა. შესაბამისად, ჩვენთვის საჭიროა მოგროვდეს 30,000 ხელმოწერა, რომ შევიდანოთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა. საარჩევნო კანონში ცვლილებები რო შევიდეს, რომ უფრო კონკრეტულად ზოგადად რო ვთქვათ, რომ არჩევნები იყოს უფრო დემოკრატიული და უფრო ზუსტი და გაყალბების საშუალება არ იყოს. აი ეს შესწორება მისცემს საშუალებას და ეს არის ზუსტად სიმბოლო დემოკრატიის. როცა არჩევნები ტარდება დემოკრატიულად, მაშინ ესე იგი დემოკრატია ნამდვილად არის სახელმწიფოში. ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ პროექტი ვუსმენ თბილისს დაიწყო. პარტიის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა ხალხთან ბუკიას ბაღში გამართეს. საკრებულოს წევრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნნენ და მათ დახმარებას დაახმარებდნენ. ქრისტიან-დემოკრატების თქმით, აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და შეხვედრები მოსახლეობასთან ინტენსიურად გაიმართება. პარტიის წევრები თბილისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს კვირაში ერთხელ შეხვდებიან.
ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელსაც ჩვენ ამომრჩეველს ვაძლევდით ხოლმე წინა საარჩევნოდ, იყო რომ ჩვენ არ ჩავიკეტებით კაბინეტებში და ფანჯრებიდან არ დავიწყებთ ხო რაღაც პროცესების და განვითარებული მოვლენების ყურებას და შეფასებას. შესაბამისად, პროექტი ჩვენ ვუსმენთ თბილისს, დღეიდან უკვე შედის ძალაში, ყოველ კვირაში ერთი დღე ჩვენ გვექნება დათმობილი სწორედ ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან შეხვედრისთვის, იმისათვის, რომ მათგან კიდევ ერთხელ უკვე არჩევნების შემდეგ მოვისმინოთ, რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი პრიორიტეტები თბილისის საკრებულოში. მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველაზე მთავარი ეგ არის. ძალიან ბევრი გაჭირვებულია თბილისში, რომელიც უბრალოდ ბახტიორნის ქუჩაზე რო გავყვე, ბოლომდე რო გავყვე, ერთი 10 ადამიანის ზისრახელია გამოშველი დამეხმარა. იმას რო დაეხმარო ჯიბეში შეცვლა ქონდეს რაღაცა. პენსიონერმა ადამიანმა რა უნდა დაეხმაროს 100 ლარის მქონე ადამიანმა ან სხვას და ან თავის. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან შეხვედრას და პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილთან გარემოვაჭრეთა ლიგის და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის სახელით სპეციალური განცხადება შევა. საპროტესტო აქცია ხალხისა და კონსერვატიული პარტიების ლიდერთა მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გარემოვაჭრების თაობაზე იყოს მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც დაარეგულებს საინტერესო ვიზუალურ ხარისხის გარემოვაჭრებისა, ხოლო დევნილთა მიმართებაში შეუსრულო წინა საარჩევნო დაპირება სააკაშვილმა და უგულავამ. და ეს დაპირება ჟღერდა ესე: ყველა დევნილი იქნება თბილისელიო და შესაბამისად ყველა დევნილს გადაეცემა საცხოვრებელი პარტი თბილისში ან დაუკავონდება ის, რომელშიც ცხოვრობენ. არადა 1300 დევნილი კვლავ რჩება ქუჩაში და შესაბამისად სამართლის მოსვლასთან ერთად მათი მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდება. ყოველების მოთხოვნა არის და გარემოვაჭრეების შეხვედრა პრეზიდენტთან. რათა კონკრეტულად მისგან მოისმინონ თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა. დგას საკითხი ესე: ან ეს პრობლემები გადაწყდება, ან სააკაშვილი. სხვა გზა ამ ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის ბოლო მცდელობა ტოლვილებისა და გარემოვაჭრეებისა, რათა პირდაპირ პირველი პირიდან მოისმინონ თუ რას უპირებს ის ადამიანებს. ეს არის ბრძოლის ის გზა, რომლითაც ჩვენ გვინდა ცივილიზებულად გადავიდეთ ნორმალური ცხოვრების პირობებში. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია და მოთხოვნები არის, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დევნილი მოსახლეობის აბუჩად აგდება და თბილისში არსებული კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ობიექტები, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მოხდეს ამ ობიექტების დაკანონება და დევნილთათვის გადაცემა. თბილისის მერმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ბანკის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა ახალ ცენტრში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებით ოპერაციების აღრიცხვისა და კონტროლის მაღალ ტექნოლოგიური პროგრამები დაიგეგმება. საკასო ცენტრი ქვეყნის მთელ ტერიტორიას ფულის ნიშნებით უზრუნველყოფს, რაც მიმოქცევიდან მოძველებული და ყალბი კუპიურების ამოღებას გაამარტივებს. საკასო ცენტრი კახეთის გზატკეცილზე შენდება. სამუშაოები 2012 წელს დასრულდება. ყველა ცივილიზებული ქალაქისთვის დამახასიათებელია, რომ აეროპორტის ტრასა და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურა იყოს განვითარებული, ლამაზი, მიმზიდველი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ნებისმიერი ქალაქის. გარდა ამისა, ამ შენობას აქვს რეგიონალური მნიშვნელობაც, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თბილისის როგორც რეგიონისთვის მიმზიდველ საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო და კერძო თბილისი აუცილებლად გახდება რეგიონის ფინანსური ცენტრი. ამისთვის ჩვენ ძალიან თანმიმდევრულ ღონისძიებებს ვატარებთ. პირველი ფაზა იყო ინსტიტუციური რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც დავასრულეთ. მეორე ფაზის განმავლობაში ჩვენ ძალიან მსხვილი ინვესტიციები გამოვხორციელებთ პროგრამულ უზრუნველყოფაში და ეს არის მესამე ფაზა რეალურად, რომელიც დასრულდება მომავალი წლის ბოლოს. ძალზედ ძნელი არის ყველა იმ ფუნქციის სრულფასოვნად შესრულება, რაც ევალება საკასო ცენტრს. კონტროლის მექანიზმიც ბევრად უფრო ძნელი არის იქ და აი სწორედ ამის გამო დადგა საჭიროება იმისი, რომ ახალი საკასო ცენტრი აშენებულიყო.